მოდი აი პრემიერის გამოსვლა გავარჩიოთ, იმიტომ რომ ყველა სიტყვა გასარჩევია ამ გამოსვლაში. ისინი აცხადებენ, რომ შენდება ორი არაბული ქალაქი და იწყება საქართველოს არაბიზაცია. ამ თეზის სერიოზულ პასუხს არ გავცემდი, რომ არ მენახა რამდენიმე პატივსაცემი ადამიანის განცხადება, რომელმაც ეს გზავნილები სამწუხაროდ დამაჯერებლად აღიქვა. წუხლის დავიწყოთ ერთი დეტალი, თუ ესე იგი თქვენთვის პატივსაცემმა ხალხმა დამაჯერებლად აღიქვა. ანუ რა ვიცი ხო, ჩვენც აღვიქოთ დამაჯერებლად. ვიღაც შეიძლება არ გცემდნენ ესენი პატივსაცემი, ვიღაცებს ვისაც ცემთ, ესე იგი აღიქვეს დამაჯერებლად. ესე იგი ხო, ამაში ესე იგი არ არის აუცილებელი დესტრუქციული პოზიცია ქონდეს იმისთვის, რომ ამ საფრთხეზე განწყობები გაგიჩნდეს, ხო? ანუ შეიძლება თქვენთვის პატივსაცემაც და არა პატივსაცემაც ეს ისეთი თემაა, რომ ჩათვალოს სახიფათოდ, ხო? ოცნებაშიც შეიძლება ვიღაცები საფრთხეს თვლიან, ვერ ბედავენ, შეიძლება მაგის თქმას, მაგრამ ოცნების გარდა სხვა მე არ მინახია, რომ ამას საფრთხეს არ თვლიდეს. გავაგრძელოთ. შესაძლოა მიგრაციასთან დაკავშირებით სრულად გასაგებია და ამიტომ აუცილებლად მიმოჩნია არაბიზაციის მითის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია გავუსწირო. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საქართველოში არ შენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული ევროპული ტიპის განაშენების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის შენობები. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აქედან 60%-იც რომ მიღებენ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულ 9600 ბინა გაიყიდება. როცა ეს უკვე ნახეთ ნიშნულოვანი. სულ რომ გაიყიდო. ნახეთ 16000 ბინა აშენდება. ჯერ ჩვენ არ ვიცით პროექტი, არ ვიცი, არ გვაცნობენ და ამიტომ ხელშეკრულებას არ გვაჩვენებენ და ისიც არ ვიცით იქნებ მეტი შენდება და გვიმალავენ. მაგრამ 16000 ბინა რამდენია რომ ვიცოდეთ 16000 ბინა არის დაახლოებით უნდა ვივარაუდოთ მაგდენივე ოჯახი 15-16000 ოჯახი 15-16000 ოჯახი დაახლოებით 40-45000 კაცი. გორი. არა, ზუგდიდის მოსახლეობა არის 42000 კაცი. გორისა მე მგონი 45. ხო, გორი ზუგდიდი. რაიონული ხარის ერთი მხარის რაიონული ცენტრის ერთი ქალაქი შენდება. ზუგდიდის გორის ზომის ქალაქზეა ხალხო ლაპარაკი. ეხლა ამ ზუგდიდის და გორის ზომის ქალაქში დაშვება კეთდება, რომ 60% შეიძლება იყოს უცხოელი. რაც ინვესტორმა თქვა პირდაპირ ამას გათვლას ამაზე ვაკეთებთ. ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ მან ალბათ 100% შეიძლება იყოს გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში თუ ნახავთ ბინების გაყიდვების სტატისტიკას, ფასების სეგმენტების მიხედვით, იმ ფასების სეგმენტში, რომელიც იქნება აი აქ ბინების ფასები, ხო, რაც არის $3000 მნიშვნელოვნად ზემოთ. ამ ფასების სეგმენტში ბინების მხოლოდ 3% იყიდება საქართველოში. იცით, მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოელებზე. ანუ მთელი ბინები რაც იყიდება საქართველოში, მხოლოდ 3% ის უცხოელები მნიშვნელოვნად ახერხებენ იყიდონ მაგ ფასის სეგმენტში. ანუ ქართველებს მაგ ფასის სეგმენტში ყიდვის საშუალება დღეს უკვე ცნობილია, გაფორმებული სტატისტიკა ეგ რომ არა აქვთ მაგ ფასის სეგმენტში მაგდენა ძვირიანი ბინების ყიდვა. ის საშუალება. მაგრამ რომც გავყვეთ აი ამ უკიდურესად ოპტიმისტურ და სინამდვილეში ხალხის თვალის ასახვევად უფრო შელამაზებულ პროცენტის ვერსიას ინვესტორის მიერ დასახელებულს, რომ მხოლოდ 60% გაიყიდებაო, უცხოელებზე თქვენ წარმოიდგინეთ, საუბარი არის კომპაქტურ დასახლებაზე, სადაც გორის ზომის, ზუგდიდის ზომის ქალაქში მოსახლეობის 60%, ანუ 10000 ბინა ოჯახი 10000 დაახლოებით, ეს არის დაახლოებით 30000 ადამიანი მინიმუმ იქნება უცხოელი. ვიღაცები აი ეგეთ პასუხებს რო სცემენ, რომ იცით რა არის ხალხო ზურგზე ვერავინ ვერ მოიკიდებს მიწას და ვერ წაიღებენ და ამ დროს ტერიტორიები დაკარგულია. ამ დროს მოიკიდეს. ხო, ამ დროს მოიკიდეს ვიღაც მართლა წაიღეს, მაგრამ რა არის იცი? მარტივ რაღაცაზე ვლაპარაკობთ და მაგ მარტივ რაღაცაზე ასეთი დონის პასუხები არ არის კარგი მოსასმენი, რომ ეგ იქნება ქართული. არა, გეშინია უცხოელები ცხოვრობენ, მაგრამ ქართული. მეცაც გეტყვი, ანუ კარგი რა. წესით. მოდი ასე ვთქვათ.
შენს ქვეყანაში, როდესაც კომპაქტურად უცხოელები დასახლებული, მრავალ ათეულ ათასიანი რაღაც დასახლება ჩდება, ეგ არის ეროვნული მასშტაბის გამოწვევა. ეროვნული მასშტაბის გამოწვევა. ამერიკის დონის, ამერიკის ზომის ქვეყნისთვის არის გამოწვევა. აი 34,000-იანი მოსახლეობით, აი შოთა, აი გორის ზომის ქალაქი თუ შენდება ამერიკაშიც, კი? სადაც უცხოელები უნდა ჩასახდნენ, ამერიკისთვის არის ეს ნაციონალური მასშტაბის გამოწვევა. სინამდვილეს ჩვენ რო ვიძახდით, რომ ხალხო არაბული ქალაქი შენდება, ჩვენ ვიძახდით რაზე დაყრდნობით, რა ინფორმაციას დაყრდნობით. არაბული კომპანია, თან სახელმწიფო კომპანია აშენებს ქალაქს, რომელშიც უმრავლესობას გეგმავს და შეიძლება ჩაასახლოს უცხოელი. ამას ვიძახდით. პრემიერი გამოდის და იძახის, რომ არაბული კომპანია გიშენებთ ზუგდიდის ან გორის ზომის ქალაქს, რომლის 60% სულ რაღაც 10,000 ბინა შეიძლება იყოს დასახლებული კი უცხოელებით, მაგრამ მე რა მოხდა? ამას ჩვენ მაინც ჩავთვლით ქართულ ქალაქად. მაგას ნერვიულობდით, რაც თქვა, დაადასტურა ის, რასაც ნერვიულობთ, რომ აშენებ ქალაქს, სადაც შენ რო უკვე პრემიერ-მინისტრი აღიარებ, რომ შეიძლება 60% იყოს უცხოელი და ანუ არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომ მანდ უცხოელებზე არ გაიყიდოს 60, 70 ან თუნდაც 100% რომ არ გაიყიდოს უცხოელზე, მაგის მექანიზმი სახელმწიფოებრივი არ არსებობს, იმიტომ რომ ამბობ კი შეიძლება უბრალოდ ეს მაინც იქნება ქართული ქალაქი ჩემი აზრით, მე ასე შევხედავ ამას. ამ არგუმენტს რომ მეუბნები, უბრალოდ რა მოხდა ამ კლიპით, რასაც ვიძახდით, ოფიციალურად დადასტურდა. ხო, კი ხალხო, თუ აქამდე ეჭვი გქონდათ, რომ ჩაასახლებდნენ თუ არა უცხოელებს ქალაქში, რომელსაც ააშენებდნენ და აქამდე კიდე ეჭვი არსებობდა, იქნებ პატარა ქალაქი იყოს და არა, განგვიმარტეს, რომ გორის ზომის ქალაქი, დიდი ქალაქი შენდება, გაიგე? და ამ დიდ ქალაქში 10,000 ბინა შეიძლება ეგრეა გათვლილი უცხოელები დასახლდება და შეიძლება 16,000, აი არ ვიცი, არაფერი დაზღვევა არ არსებობს. ანუ გვიღიარა, რასაც ვიძახდით და მე გამაოგნებლად რა მეჩვენება, იცი? ამ კლიპს ვიღაცა მოყურა და დამშვიდდა, ბიჭო. პირიქით. 10,000 ბინა არის რა ამბავი, იცი? 10,000 ბინა არის მთელი ქალაქი უზარმაზე. მარტო 10,000 ბინა რა ზომის ქალაქია, იცი? ცხინვალი. აი მარტო 10,000 ბინა რო აიღო, არის ცხინვალი. ცხინვალს ხო აკონტროლებ შოთა. ხო, ცხინვალი. ზურგზე ვერ ხო ვერავინ ვერ მოიკიდებდა ზურგზე, ცხინვალი. ვერავინ. მოდი, აბა გავაგრძელოთ, იქნებ მე ამბობს რამე ისეთ, რომ გადავიფიქროთ ქსენოფობობა. გასული 4 წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოში 60,000-ზე მეტი ბინა შეიძინეს. ამას კი საქართველოსთვის არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შეუქმნია და არ შექმნეს. როცა ეს რაღაცა კატასტროფა ხდება, ხალხო, ამას ვიღაცა კატასტროფა რა ხდება, იცი, ამას ვიღაცა უსმენს. და კარგად ვუიმე დამშვიდა. 60,000 ბინა შეიძინეს უცხოელებმა 4 წლის განმავლობაში. და დამშვიდა, ხო არ შეიცვალა დემოგრაფია. ხო ჯერ ხომ ჩვენია საქართველო და მე მგონი უკვე არ არის თლად საქართველო. უკვე ქუჩაში რო გავდივარ, მთლად საქართველო არ მეჩვენება აკავდება. 60,000 ბინა რამდენი იცი? აი ქუთაისში არ არის სავარაუდოდ მაგდენ. ქუთაისის მოსახლეობაზე მეტი ეტევა 60,000 ბინა. ქუთაისის ზომის ქალაქია. ქუთაისის ზომის ქალაქის მოცულობის ბინა იყიდეს უცხოელებმა. ჩვენ რო ვიძახით, ბიჭო, თვალსა და ხელშუა დემოგრაფიული სურათი შეიცვალა ქვეყანაში და საქსტატი უკვე ადასტურებს 300,000 უცხოელი ცხოვრობს ქვეყანაში, ვისაც კითხვები აქვს, სად ცხოვრობს? ქუთაისის ზომის ქალაქის რაოდენობის ბინები უყიდიათ. გასაგებია ყველაფერი. ხალხო, 60,000 ბინა თქვას 4 წელიწადში. ის კი არა რაღაც 40 წელიწადში ან 15 4 წელიწადში 60,000 ბინა რას ნიშნავს ცი? შემდეგ 4 წელიწადში 120,000 უნდა გაიყიდოს, ესე იგი. თან უცხოელებზე გაყიდვების ტემპები იზრდება. შარშანდელი მონაცემებით იყო 20% უცხოელების ნაყიდი ბინების
მაჩვენებელი ჯამურ გაყიდვებში წელს უკვე გასული თვეების განმავლობაში არის 26%. საქართველოში რა ბინებიც იყიდება საერთოდ. მაგის 26%-ს ყიდულობენ უცხოელები. და მე რა მაინტერესებს, ბიჭო, ეს დამშვიდების საფუძველია 60,000 ბინა 4 წელიწადში ნიშნავს მომავალ 4 წელიწადში კიდე ასე თუ გაგრძელდება, თუ ეს პრობლემა არ არის. თუ არაფერს არ ცვლი. ასე თუ გაგრძელდა ხო მომავალ 4 წელიწადში იგულისხმება რომ 120,000 გაიყიდება. 10 წელიწადში იქნება, ну რამდენი კიდევ 150,000. და თან უდგები ეგრე რომ რა მე რა ქსენოფობები ხო არა? რამე შეიცვალა რა. ეგ მართლა რანაირი მიდგომაა, იცი? აი ჩვენ გავყიდეთ 60,000 ბინა უცხოელებზე და ამას არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ გამოუწვევია. მეგობრებო, არის, იცით, ეს მაგიჟებს ესეთი სისულელე. დემოგრაფიული პრობლემა უკვე ფაქტის დონეზე სახეზეა, კაცო. დემოგრაფიული პრობლემა გამოიყურება ასე. ქართველები ამ ქვეყანაში ცოტავდება და უცხოელები მრავლდება. ანუ პროცენტული მაჩვენებელი ამ ქვეყნის მოსახლეობის ქართველების პროცენტული მაჩვენებელი ცოტავდება და უცხოელების იზრდება. ეს არის დემოგრაფიული პრობლემა. გავაგრძელოთ ხო? გავაგრძელოთ. ამ მარტივი სტატისტიკიდანაც კი ჩანს თუ რამდენად ყალბია განცხადებები მასთან დაკავშირებით, რომ იგილ ჰილსის პროექტი საქართველოს დემოგრაფიულ პრობლემებს შეუქმნის. აქვე უნდა ითქვას, რომ უცხოელ მკვლელებს არ მიენიჭება არავითარი სპეციალური შეღავათები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების თვალსაზრისით. იგილ ჰილსის ერთი შემაშფოთებელი ტყუილი. იგილ ჰილსის ბინების მყიდველებს არ მიენიჭებათ არავითარი სპეციალური შეღავათები ბინადრობის ნებართვის მიღების საკითხში. ეს აზრი არის სუფთა სპეკულაციური ტყუილი, რატომ? იმიტომ რომ ქართული კანონმდებლობით ისეთი ნორმა მარტივად გაწერილია კანონმდებლობაში, რომ არც სჭირდება არაფერი შეღავათები ავტომატურად ეკუთვნის. აგერ წაგიკითხავთ რა იგულისხმება. განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ბინების 60%-ის გაყიდვა საერთაშორისო მკვლელებზე ვარაუდობს, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ კომპანიას აქვს კარგად დაწყობილი გაყიდვების ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თუმცა საქართველოს ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და იმის გათვალისწინებით, რომ იგილ ჰილსის საფასო პოლიტიკა არა მხოლოდ მაღალი, არამედ საშუალო სეგმენტის ქართულ მკვლელსაც მისცემს სახლის ან ბინის შეძენის შესაძლებლობას, ჩვენი საფუძვლიანი ვარაუდით, ქართული მკვლელების რაოდენობა 50%-ს ბევრად გადააჭარბებს. კიდევ ერთი ტყუილი აქ ის რომ ამ სეგმენტში ქართველებს შესაძლებლობა ექნებათ იყიდონ ბინები, იმიტომ რომ პირდაპირ გარკვეულია, რომ ქართულ ბაზარზე ამ ფასის სეგმენტში აქ თან ქართულ ბაზარზე არის მოცემულობა კვადრატულ მეტრზე $3,000 და ზემოთ ფასის ბინების გაყიდვები შეადგენს მთელი ბინების გაყიდვების 3%-ს. ამ პროექტში ფასი იქნება მნიშვნელოვნად უფრო დიდი ვიდრე $3,000. ამიტომ სენდვიჩ მაქს სეგმენტში სულ $3,000 და ცოტა ზემოთ იყოს, მთელი ბინების გაყიდვების 3% შეადგენს საქართველოში ეგ სეგმენტი. აქედან გამომდინარე ფიზიკურად არ არსებობს საქართველოში ამ ფასის სეგმენტში მყიდველების რაოდენობა. ამიტომ პრემიერის განცხადება, რომ იგილ ჰილსის ეს შეფასება, რომ ჩვენ 60% უცხოელებზე გავყიდით, ეფასება მათ რაღაც მარკეტინგულ გამოცდილებას, ხო, აბარას დაეფუძნება. ის ხალხი მდიდრების შემთხვევით კი არ არის კაცო. იმ ხალხმა იციან პირველ რიგში კლიენტი საიდან მოყავთ. ანუ თუ აქ კლიენტი არსებობს, მაგ ბინების, მაგ ინვესტიციის მოზიდვა ადგილზეც შეუძლებელია. თვითონ ქართული კომპანიები გააკეთებენ. კომპანიები აიღებენ სესხს თუ ქართველები ყიდულობენ, მაშინ ქართველებივე ააშენებენ. კი, კაცო, თუ აქ კლიენტურის პრობლემა არ არის, სინამდვილეში ინვესტიციის მოზიდვა როგორ ხდება და მთლიანობაში თუ კლიენტი აშკარად ჩანს და გაყიდვის შესაძლებლობა აშკარად ჩანს, მან კლიენტის ინვესტიციის მოზიდვის პრობლემა არ არის.
სხვა შენებლები ბანკიდან იღებენ სესხს, რომელიც გასაგებია რომ მომგებიანი იქნება, იმ შემთხვევაში სადაც კლიენტი ჩანს და იმ სესხის საფუძველზე შენდება შემდეგ ესა თუ ის პროექტები. ეხლა ბანკებმა შეამცირეს სამშენებლო პროექტებში სესხების გაცემა, იმიტომ რომ ეხლა რა რაოდენობის ბინები შენდება საქართველოში, მაგ რაოდენობის ბინები ვეღარ იყიდება. ანუ შეთავაზებამ გადააჭარბა მოთხოვნას ბინების სეგმენტში. უფრო მეტი ბინა შენდება და მაგდენი ბინის მყიდველი ფიზიკურად არ არსებობს საქართველოში. ეს სურათია ეხლა აქ. და ამ სურათის პირობებში ლაპარაკი იმაზე რომ იცით რა, რატო გააკეთა Eagle Hills-ის ინვესტორმა რომ 60% სხვაგანიდან აპირებს მოზიდვას, ეგ გამოცდილება აქვს. რა თქმა უნდა, რა გათვლასაც აკეთებს. რაც იმდენად ლოგიკურია. იმდენად იკითხება ქართული ბაზრის სურათში. თავისი კლიენტურა მოყავს. ხო, იმიტომ რომ სხვანაირად ეხლა ნებისმიერ ელემენტარულად რო შეისწავლის ბაზარზე სურათს, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნახავს, რომ პირველი ძვირიან სეგმენტში, რომელშიც იგილცი იმუშავებს, 3% იყიდება მხოლოდ ბინების, ის უფრო იაფიან ვერსიებში და ანუ ფიზიკურად არსებობს მაგ სეგმენტში მყიდველები და ის რომ რამდენი შენდება, იმას ნაკლები იყიდება უკვე ეხლა და ბანკებმა სესხების გაცემა შეამცირეს ამ სეგმენტში, იმიტომ რომ უბრალოდ მომგებიანი აღარ არის სესხის გაცემა, ვეღარ გაყიდი მაგდენ ბინებს. მაგ სურათში ხელ ნებისმიერი ანალიტიკოსი დათვლის რომ ეს რომ მოდის ადგილობრივი ბაზრით ამის ამოგება შეუძლებელი იქნება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გათვლას აკეთებს იმაზე, რომ ვიღაცებს ჩამოიყვანს ეს არის. ეგ რეალობაში როგორ ეს იმდენად ნათელია, რომ სინამდვილეში მაგ ქალაქების 100% რეალობა იქნება ასეთი მეგობრებო. შეიძლება ვიღაც არ ვიცი, ხუთმა ოცნების დეპუტატებმა და მაღალჩინოსნებმა იყიდა. რაც ეგეც არ ამგონია, იმიტომ რომ ეხლა იქ მუსულმანებით დასახლებულ ქალაქში მე არ ამგონია რომ ვიღაცამ მანდატს იყიდოს, მაგრამ სინამდვილეში უხეშად რომ თქვათ 100%-ით მაგ პროექტში გათვლილი არის ინვესტორის მიერ ეგრე რომ 100%-ით ისლამური ქვეყნებიდან ჩამოსახლდება მყიდველი, მსურველი, მათი ბაზარი გათვლილია მაგაზე, საერთოდ მაგიტოდებს მაგ ფულს და სინამდვილეში მათ იდეოლოგიური და სახელმწიფოებრივი ინტერესი მაგ კუთხითაც აქვთ. ანუ მათ ასევე ისე ინტერესიც აქვთ, რომ აქ გარკვეული თვალსაზრისით ეხლა რო ჩამოოსახლდნენ ისლამური სახელმწიფოებიდან პოლიტიკური ბერკეტიც გაუჩნდებათ. ამიტომ ეგ არის იმათვის როგორც ეკონომიკის თვალსაზრისით, ანუ გათვლა აქვთ თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესი დევს იმათი, ასევე რელიგიური ინტერესი დევს. ისინი ყველა მიმართულებით არიან მოგებულები. აი შევეხოთ ძალიან მარტივად. აგერ პრემიერ-მინისტრმა ხომ დაგვიდასტურა, რომ 4 წელიწადში თურმე უცხოელებზე გაიყიდა 60,000 ბინა. ეს ხომ არ არის ჩემი სუბიექტური ვარაუდი, პრემიერ-მინისტრმა პროპაგანდისტულ რაღაც ვიდეოში გააჟღერა. ოცნების მმართველობის პერიოდში და მათ შორის 4 წლის განმავლობაში რომ 60,000 ბინა გაიყიდა, საერთო ჯამში საქსტატის მონაცემებით ჩვენ მივიღეთ დემოგრაფიული სურათი, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მუდმივად საქართველოში ცხოვრობს, დღევანდელი მონაცემებით არის დაახლოებით 10%. 300,000-ზე მეტი ადამიანი. ამ ხალხმა ბინებიც იყიდა, ნაწილმა არ იყიდა ბინა, მაგრამ ცხოვრობს აქ. ანუ ეგ უკვე ფაქტია, ეს ხო არ არის რაღაც ვარაუდი. ვინ არის ეს 300,000 ძირითადად? და ვინ ყიდულობს მათ შორის აი 60,000 ბინა, ვინც იყიდა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში. მათი მასა ვინ არიან? მასა არიან ახლო აღმოსავლეთის, აზიის, აფრიკის და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების მოქალაქეები. აი ჩანს კიდევაც, კაცო, რა თმინდა, სულ ჯერ სტატისტიკა ეგ არის, მაგრამ სულ სტატისტიკას ნუ დაუჯერებთ, აი რა ვიცი, ცოტა ხანი უბანში ჩადი, ახალაშენებულ კორპუსში თუ ცხოვრობ, გადახედე შენ სადარბაზოში ვინ ცხოვრობს. და საკუთარი თვალებით ნახავ. და
რატომ ყიდულობენ ეხლა ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნების და აზიის და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში ბინებს? იმიტომ რომ ხელმისაწვდომია. ერაყის მოქალაქე საქართველოში ამ თავრობის პოლიტიკის შედეგად მარტივად ყიდულობს ბინას და სადღაც ახლა იმაში ვერ იყიდის ბინას ლონდონში და ნიუ-იორკში. ანუ ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი სახელმწიფოს მართლობა თლიანად გადართულია ამ დეველოპერულ სექტორზე, იმიტომ რომ თვითონ არის ჩართული, თვითონ აქვს საკუთარ ოჯახის წევრებზე, ვიღაცეებზე გაფორმებული კომპანიები, რომლებიც ამ შენებლობებით არიან დაკავებული, მათ შორის აი ამ არაბული ინვესტიციის თანამონაწილეები გახდებიან, ყველა ტენდერს თვითონ მოიგებენ და თვითონ ამით მარტივ ფულს შეულობენ. და მარტივი ფული იშოვება, რა თქმა უნდა, ერაყის მოქალაქეს მოუნდება, კაცო, იმაში თბილისში ცხოვრება მოუნდება, ან სადღაც იმის სირიის მოქალაქეს მოუნდება საქართველოში ცხოვრება. რა თქმა უნდა, პაკისტანის, ირანის მოქალაქეს მოუნდება საქართველოში ცხოვრება, იმიტომ რომ ძალიან კაი ქვეყანაა, ყველანაირი გაგებით.